მოკლედ ჩვენ ვიმყოფებით Facebook-ის სტუდიაში. ჩემი მეგობრები დავითი, და ანი დამეხმარებიან თვით ნუკი კოშკელიშვილს და უკო ახე. მოკლედ ვიწყებთ. მარტყავ. საღამომშვიდობის მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას Facebook-ი და მე ვარ ნუკი კოშკელიშვილი. იცით რაზე უნდა ვილაპარაკოთ დღეს, რაზე და როგორ უნდა მოვუაროთ ჩვენ თავს. რომელი საშუალება არის საუკეთესო და დღეს მყავს ჩვენი გადაცემის სპონსორი სტუმრად და მე მინდა მოვიწვიო სტუდიაში წარმომადგენელი ახალი ღიმილის. არაჩვეულებრივი ღიმილი ქვია ამ კომპანიას და მისი წარმომადგენელი დავით ჯანგიძე. გამარჯობათ ბატონ დავით. რაღაცა ნელა მოემართებით ჩემს სტუდიისკენ. ძალიან სასიამოვნო. მე სპონსორებთან მიყვარს შეხვედრაზე. გაგვიმრავლდნენ სპონსორები. დაბრძანეთ. ეთქვა ისმის ჩვენ მოწყობილი ხართ. სიამოვნებსო თქვენთან სტუმრად. მე ძალიან ხო იცით რომ კომედიური გადაცემაა ჩემი გადაცემა. მართლა? კი, ანუ შეიძლება ვიხუმრო და ძალიან კარგი. მეც თავისუფლად ვიგზნობ ხეთ თქვენთან ერთად თავს. იმიტომ ძალიან გადავიღალებ სიმართლე გითხრა, მაგრამ რაღაც ვისმენებ თქვენთან სტუდიაში ესეთი გარემო გაქვს და ყავა ხომ არ გინდათ? არის? არის. ყველაფერი არის. გინდათ ყავა? კი, როგორ არა. აი, ყავაც შემიძლია რომ შემოგთა. არა, მე საერთოდ სპონსორებს ყველაფერს ვთავაზობ ხოლმე, რაც შეიძლება უკეთესად ხვდები სპონსორებს. ჩვენ ვთავაზობთ ხოლმე, ასე რომ თქვენ შეგვიძლიათ რამე შემოგთავაზოთ. სწორედ ამაზე მინდოდა მეკითხა, რას გვთავაზობთ თქვენ? უამრავ რამეს შეგვიძლია. ზუსტად ვარ მოსული რომ მშვენიერი ღიმილი გაქვს და ჩვენს მაგ სახელწოდებით. მაგიტომ აირჩიეთ ჩემი გადაცემა რომ მშვენიერი ღიმილი. მშვენიერი ღიმილი. ვხილდებით ჩვენ ამ ღიმილს და ნაწილობრივ აი ხა თავის დასმას რო მორჩები. დიახ. მინდა რომ შენს კარგად მოусმინო და ნუ როგორ მოღვაწეო ისთვის დავდიოდი ხა აი ამდენი ხანი ფლორა და ფაუნასთან მაგ საქმე. და ჩვენი პროდუქციები ხა არის ნატურალური. ეს არის კოსმეტიკა. კოსმეტიკა, კი, და ეს ბოტოქსის შემცველი ნატურალური პროდუქტებით ვცვლით ამ ყველაფერს. ბოტოქსი ის არ არის? ხო. სამწუხაროდ. აი, ფიში საჭირო ფოტოები ხარ. აი, მე როგორ მაინტერესებს ფაქტებში ძალიან გამოვიყენებ და შემცვლელია, ანუ უფრო ბუნებრივი, ნატურალური. ნატურალური პროდუქტია, ასევე როგორც აი სილიკონი, ხო? ხო წარმოგიდგენთ აი სილიკონი. აი მე ხალბატონებთან ესე ძალიან თავისუფლად შენ გადაცემაში თავს ეგრეთ გაგახსენოთ სილიკონი ყველა ვიცით რა არის სილიკონი ხო ეხლა მტერდი no silicone no silicone თემათა აქციტებად ეს კომპლიმენტები შეიძლება მიყვარს აი ხო ის რაღაც ხილი ხო აი ხილიდებს ახლა ხო აი ეს ხილი რომელიმე ადამიანის ორგანიზმს ხო მოგეგონებს არ მოგეგონებს არაფერი აი ხილი თქვა აი კერდი ასოცირდება რაღაც ისეთი აი მოზრდილი კერდი აი ნესთან აი ეჩა გამიჭირებს ზუსტად ასეთი ხალხური შეიძლება მაგაში მიხდიან და ნესში სხვათა შორის ხო ნესში სხვათა შორის ზუსტად აი ეს ხელოვნური ჩვენ რო ვიძახით რომ აი ბუნებრივი აი თვითონ სილიკონი ბუნებრივი შემადგენლობით რომ არის სავსე ნესშია ზუსტად ის საიდუმლოება რაც შეიძლება რომ ნესს მიიღოს ზუსტად და არა ის სილიკონი საინტერესოა, მაგრამ ამ თქვენ რა გინდათ? აი ნესშია ზუსტად ის კომპონენტები. ახლა მაყურებელმა რომ არ იფიქროთ, რომ თქვენ სილიკონის ნაცვლად ნესს იყენებთ, მე ვიტყვი რომ ნესს არ ვიყენებ. ნესში არის ის პროდუქტი, ბუნებრივი პროდუქტებიდან იღებ ნივთიერებას, რომელსაც მე იყენებ კოსმეტიკაში. აი კერდს მე მივამსგავსებდი ნესს აბსოლუტურად კარგი ფანტაზია და აბსოლუტურად კარგი ხედობა. აჰა, ნესს. აი ხო, აი იქ არის ზუსტად ნესში, საზამთროში, რაც კი შეიძლება მივიღოს, და ის ზუსტად იქ არის ის ვიტამინები, ვიტამინები, რომელიც ზუსტად აი კერდისთვის არაჩვეულებრივ ფორმას მიაღებინებს, აი კერდს რომ არაჩვეულებრივ. ეს განსხვავდება ცხვირისგან. ოპა, არის სპონსორი გეტყობთ, ალბათ ცხვირი. ცხვირის რაც შეეხება, ხა ჩემი ცხვირის პატრონი, ცხვირის ზამთრ ლაპარაკობდნენ, მაგრამ აი ცხვირს, აი თქვენ რას გაგონებთ ხა ცხვირი, ეს უბრალოდ ვილაპარაკობ. ჩემი ცხვირი ცხოვრებას მაგონია. სადაც აღმართი, ეს დაღმართია, ხო, ცხვირი. როგორც არის. ზუსტად. ხო, როგორც აღმართი. ხო, აღმართი. რას მაგონებს ცხვირი? ცხვირი. აი რომელ ხილს, აი ნესვი კარგად. ნაჯახი რო იყოს არ შეიძლება, ნაჯახში ვერანაირი ვიტამინი. წალდი, ანახი, ხულები, ხალდი მე. ჩემი ძლოს. ხო. დაუბრუნდეთ კოსმეტიკას დაუბრუნდეთ, რა თქმა უნდა. ერიკ რობერტსი კი, რა თქმა უნდა. ძალიან ისეთი რაღაც დაჭირდა ამ ბოლო დროს. აჰა. თუ გინახავთ, აი, მინახავს კი. სადუნახე და გუშინ კურსს ვყიდულობდი, ტელევიზორი ჰქონდა ჩართული და იქ იყო ჯულია რობერტსის ძმა ერიკ რობერტსი. ერიკ რობერტსი.
Vetara, კი, ცხვირზე აქვს პრობლემა ამას მოხდა და რა თქმა უნდა. კი, რა თქმა უნდა, აბა ეხლა მე ხوار დავასპონსორებს. კი, ბატონო. ეს პოლი არის ჩვენი ხელმძღვანელი, რომელიც დაიუფლა ქართულს. სხვათა შორის ჰოლივუდზე არ დამთავრებდა მარტო ადამიანებზე ლაპარაკი, გადავედი ცხოველებზე. ძალიან ნიჭიერი ძაღლები ყავთ. აი ფილმი გადაგები თუ ამრავი ფილმი ძაღლები თამაშობენ ამდენი მინუტს, ხო? აი ძაღლებიც კი, აი ხო არიან ძაღლი ნიჭიერი, მაგრამ შეუხედავი. და ეს ჩვენთან არის ახლა მეხუმრებაო, იმიტომ რომ საქართველოში ძალიან ცუდად უყურებთ თუ პატრონო ძაღლებს და ამიტომ გაქვს ეგ შენ რომ ძაღლს არ უნდა მივაქცეთ, რომ არ დავიცი შენ კეთილი ხარ. იმიტომ რომ ამერიკაში ძაღლს არ უშვებენ უბრალოდ ესე რომ დაწანწალებდეს. ანი ლეჟავა. აი სულ კარგად ალერგიული ხო ხარ? არა, ისე პროცესი აქამდე დაგიჭირეთ, მაგრამ რა ზგონია რომ ცოტა ფერი ხوار
Вообще нет вкуса. Нет, есть. Ну, пока. А товар чёрный. Вы знаете, в чем дело? Это моя ошибка, я как-то этот... Гого, вар, лама, харт, мама, აი მე ვარ ამ ამახ შეიძლება უნდა ეს ზამა